პოლიტიკაც და ეს პროტესტის წარმართვა კიდევ უფრო რთულია. ეგ საერთოდ არ არის ისე, რომ მარტივია ადამიანის განწყობების ერთად დაორგანიზება სწორი მიმართულებით. ეს საერთოდ არ არის მარტივი პროცესი და ხშირ შემთხვევაში პროტესტი შეიძლება სწორად თუ წარიმართა, შეიძლება იმდენად კარგი შედეგი მოყვეს, რომ ქვეყანაში რაღაც სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს უკეთესობისკენ, მაგრამ შეიძლება პირიქით, შეიძლება იმედგაცრუება, საერთოდ სწორი მუხტი ქონოდა, მაგრამ იმდენად არასწორი ფორმით ჩატარდა პროტესტი, რომ შეიძლება საერთოდ დიდი ხანი მაგ პრობლემის გამოსწორება აღარც გამოვიდეს, იმიტომ რომ მოქალაქეებში იმედი გადაიწუროს მაგ მიმართულებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად ამ ყველაფრის ორგანიზება და თვითონ მოქალაქემაც კარგად იცოდეს რა ნაბიჯს დგავს, როცა ამა თუ იმ რაღაც საპროტესტო აქციაზე მიდის. აი მაგალითად ეხლა აი ჩვენი მაგალითი რო ვთქვით, რომ გამოცდილება გვაქვს და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ჩვენი მაგალითი იყო 5 ივლისი, მერე 2 ივლისი იყო, 8 ივლისი იყო, სადაც მასშტაბური აქციები ჩავატარეთ. და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ დღეს მთავრობამ მაგ პოლიტიკ, რასაც მაშინ წარმოუდგენელი იყო, რასაც მაშინ არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი და საერთოდ არავინ დღის წესრიგად არ აყენებდა, დღეს ეს უკვე არის მეინსტრიმი. დღეს უკვე მიღებული ნორმა. ამიტომ სწორად მიმართული აქცია სერიოზულ შედეგებს იღებს. და სინამდვილეში როგორ მუშაობს აქცია, მინდა ამაზე გადავიდეთ. აი ხო ახსენეთ ის როგორი წარმოდგენები არსებობს, მაგრამ სინამდვილეში როგორ მუშაობს. მაგაზე უნდა ითქვას ასეთი რაღაც. სინამდვილეში არსებობს ორი ტიპის აქცია არსებობს. ერთი არის აქცია, რომელიც წითელი, აი რომ გავამარტივოთ, ყველასთვის გასაგები რომ იყოს, არის უხეშად რომ თქვათ, წითელი ხაზის გავლების ფუნქცია. ანუ ადამიანების ტვინებში ავლენს წითელ ხაზს, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება. აი ადამიანების ჯგუფი გამოდის და იძახის, რომ ეს არის წითელი ხაზი. ამის გადაკვეთა არ შეიძლება და ეს აქ არ დავინახო. ასეთი ტიპის აქცია არსებობს. და ეს კარგად უნდა ესწროს ყველა ადამიანი, როცა მიდის აქციაზე, აი ამ პრინციპით თუა დაყენებული საკითხი, ეს ნათელი უნდა იყოს. აი რაღაცა არის ჩვენთვის მიუღებელი. და რაც მიუღებელია, იმის წითელ ხაზს ვავლებთ. აი ასეთი ტიპის აქცია არსებობს, რომელსაც აი მაგალითად მიეკუთვნებოდა იგივე 5 ივლისი, ანუ ჩვენი ნებისმიერი მე ბოლოს იყო 8 ივლისიც, როცა ესეთი მასშტაბური აქცია იყო და ჩვენ პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ რაღაც არის ქვეყნისთვის ჩვენი მოსახლეობის მიუღებელი და ეს ჩვენმა აქციამ კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ ეს მოსახლეობაში მიუღებელია, უფრო პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომელიც მანამდე საპირისპირო მიმართულებით ნაბიჯებს დგავდა და მათ დაინახეს, რომ თუ ხალხის თვალში გინდა რაღაცა ქულების ჩაწერა და რაღაცა პოპულარობის მოპოვება, მაგ საკითხს უნდა ასე თუ ისე გამოეხმაურო, მაგ წითელ ხაზს და ეგ გააკეთა ქართულმა ოცნებამ წინა საარჩევნოთს და შედეგზეც აისახა შემდეგ. ამიტომ ეგ არის ერთი ფორმა, აი ესეთი წითელი ხაზის გავლება, წითელი ხაზს ესეთი ჰიპოთეტურად გულისხმობ, ანუ რა არის მიუღებელი მაგის დასახელება და მანდ არის მნიშვნელოვანი საკითხი. როცა ეგეთ წითელ ხაზს ვავლებთ, მანდ იგულისხმება, რომ თუ გადაილახა ეს რაღაც მიუღებელი ფორმა, ეგ ნიშნავს იმას, რომ მაშინ რაღაცა უკვე უფრო ხისტ ფორმებში გადავა პროტესტი. ანუ სინამდვილეში ეგ პროტესტის ეგ ფორმა არის ძალის დემონსტრაცია. პროტესტის ფორმა, სადაც ვასახელებთ, რომ რაღაცა მიუღებელია, არის ძალის დემონსტრაცია და
არ უნდა გადაილახოს რაღაცა ზღვარი. თორე თუ გადაილახება, მაშინ ცუდად წავა საქმე. აი საკითხის ასდაყენება მარტივად რომ თქვა და ეს არის ერთი ფორმა პროტესტის, რომელიც სინამდვილეში არსებობს. და მეორე პროტესტის ფორმა არსებობს ასეთი. მეორე პროტესტის ფორმა არის, როცა რაღაცა პრობლემაა, რაღაცა უსამართლობაა, ან ადამიანების ჯგუფი მიიჩნევს, რომ უსამართლობაა და სხვანაირად უნდა იყოს. არ არის აუცილებელი უსამართლობა. შეიძლება უბრალოდ სხვანაირი სახელმწიფოს მოწყობა უნდა და ასე შემდეგ. და ისინი აწყობენ აქციას იმისთვის, რომ დაანახონ დანარჩენ მოსახლეობას, რომ ეს პოზიცია არის ძლიერი და ეს პოზიცია არის მართალი. ანუ გადმობირების ფუნქცია აქვს მოსახლეობის. ანუ პროტესტი ხდება ანუ ფოკუს ჯგუფი ვინ არის პროტესტის? პროტესტის ფოკუს ჯგუფი არის აუცილებლად ან რაღაცა ადამიანების ჯგუფი, აი მოსახლეობა და მათი მომხრობის ფუნქცია აქვს, აი შემოგვიერთდით, ან პროტესტი არის ის კონკრეტულად სისტემა, ფოკუს ჯგუფი, რომელსაც ეუბნები, რომ აი ეს მოსახლეობისთვის არის მიუღებელი. ეს ზღვარი არ უნდა გადაილახოს. ასეთი ორი სხვადასხვა მიმართულების პროტესტი არსებობს. და ნიშნულოვანია, რომ აი ეს მეორე პროტესტი, სადაც საუბარია ხალხის მომხრობაზე და ხალხის რაღაცა თემის ირგვლივ შეთანხმებაზე, ხო? ასეთი პროტესტი აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან. აი განსხვავება ეს არის მნიშვნელოვანი. როცა ვლაპარაკობთ საზღვრის გავლებაზე, ასეთი ტიპის აქცია არ არის აუცილებელი, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს ეკუთვნოდეს. ასეთი აქცია შეიძლება იყოს საყოველთაო, აი სულ ყველა თანხმდებით, ეს არის და მიღებული ნორმები და კი ეგეც პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა დააორგანიზოს, მაგრამ არ არის აუცილებელი. შეიძლება საერთოდ უბრალოდ პოპულარულმა ადამიანმა დააორგანიზოს, რომელიც ცნობადია და პოლიტიკოსის საერთოდ არ არის. ეგეთმაც შეიძლება ეგეთი აქცია დააორგანიზოს და მაინც ძალიან ეფექტური იყოს. ეგ აქცია და იმიტომ რომ ეს არის რაღაც საყოველთაო მიღებული მოვლენა და იმაზე ხდება რეაგირება მოსახლეობის და ეს საერთოდ არ არის საჭირო რომ კონკრეტული პოლიტიკურ ჯგუფს უკავშირდებოდეს და როცა საუბარია შემოკრიფაზე და ხალხის მომხრობაზე, ეგეთი აქცია აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს. აი მაგალითად ამომრჩევლის და მოქალაქის და აი ჩვეულებრივი პროტესტის და უკმაყოფილო ადამიანის კუთხიდან რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ხო? ადამიანი რაღაცთ არის უკმაყოფილი. რაღაცას აპროტესტებს. თუ ამ საქმეში მას სურს, რომ პროტესტის ფორმით შემოუერთდეს უფრო მეტი და მეტი ადამიანი, მაშინ საჭიროა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მოძებნა, თუ ადამიანზე ვსაუბრობთ, აი ჩვეულებრივი მოქალაქის, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მოძებნა საჭირო, რომელიც მაგ პრობლემას ეხმაურება და იმ ჯგუფთან ერთად თუ აორგანიზებს რაღაცას მაგ მიმართულებით, მაგ ბრძოლაში შესვლა. ეს არის სწორი ფორმა. უბრალოდ გამოსვლა არ შეიძლება. აი უბრალოდ გამოვედი, რაღაც არ მომწონს და გამოვედი, ეგ არის საშიში რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც რაღაც თავისი ამოცანები აქვთ, შეეცდებიან რომ მასეთი რაღაც ადამიანების პროტესტი გამოიყენონ სათავისოდ, ისე რომ მოვლენ რაღაც მოაჯდებიან საპროტესტო ტალღას, გამოიყენებენ სხვა პოლიტიკური, თქვათ, მართველი გუნდის მიმართ თუ სულ ერთია მოწინააღმდეგე პოლიტიკური ჯგუფის წინააღმდეგ გამოიყენებენ ამ ტალღას და წავლენ. ამიტომ ასე უბრალოდ გამოვედი არ არის ხოლმე ეფექტური. არ არის ეგ ეფექტური ფორმა. ეფექტური ფორმა არის თუ რაღაცა ამოცანის გადაჭრა გვინდა, უნდა მოვნახოთ მაგ პრობლემას, რომელი პოლიტიკური ჯგუფი ეხმაურება იმ პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად მუშაობა
აქტიურობა იმისთვის, რომ ეგ საკითხი გადაიჭრას, დაორგანიზება იქნება ეს აქციის თუ ნებისმიერი სხვა საინფორმაციო პროცესის, ეგ პროცესი ეგრე გამოიყურება თუ გვინდა რომ მოვიმხროთ ხალხი.